ვითარება საქართველო-თურქეთის საზღვარზე გაძლიერებული კონტროლი, რიგები და შეფერხებული გადაადგილება 2030-ის გადამღები ჯგუფის სარფში თურქული მხარის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე იმყოფებოდა. თურქულ მხარეს კონტროლი განსაკუთრებულად აქვს გამკაცრებული, რამაც საქართველოში შემოსვლის მსურველებს პრობლემები შეუქმნათ. დეტალები ნახეთ რეპორტაჟში. 6 საათიდან ეკუდგავარს ქალბატონო. თან თუმეტეს ფეხმძიმე შვილი მყავს იგერ მილოდება. ნანა შუკაკიძემ თურქეთ-საქართველოს საზღვარი ფეხით გადმოკვეთა. თურქეთიდან წამოსულ ავტობუსს ის თბილისამდე უნდა ჩამოეყვანა, თუმცა სარფის საზღვარზე თურქულმა მხარემ თურქეთის სანომრე ნიშნებით ავტობუსი და მძღოლი არ გამოატარა. ჩვენ გადმოვედით, მაგრამ ავტობუსი თანხა გადავიხადეთ და ავტობუსი თბილისამდე მივდიოდი და თბილისამდე ვერ მივდივარ. ფეხმძიმე ქალი მყავს ქუჩაში, ვდგივართ აკანა. რატო და 180 ლირა გადავიხადე ავტობუსში და არ უშვებენო საზღვარზე და რითი უნდა წავიდეთ ჩვენ აქედან. მითხარ, ფეხმძიმე ქალი ქუჩაში გავატიოთ ელიხა მე? ეს როგორ შეიძლება? ასეთი რამე მე არ მომხდარა არასდროს, ასეთი რამე მე არ გამიგია, არ ვიცი. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა ყველა ის მგზავრი, რომელმაც თურქული სანომრე ნიშნის მქონე ავტობუსზე ბილეთები შეიძინა. არაფერი არ უთქვიეთ საერთოდ. თქვენს რომ პრობლემა არ გექნება თუ როგორც გადახვალთ ავტობუსები დაგხვდება და გაგიყვადო. გევართ ეკელ წვიმაში. იქ მართლა ფული არ მაქვს, რითი წავიდე სახში. ჩამოგვიყვანეს აქამდე საზღვრამდე, აიღეს 65 ლირა თითო კაცი, 3 ადამიანი წამოვედით და მიგვატოვეს საზღვარზე. სარკეს სუნკებში ფული გადაიხადეს. და ეხლა სახში რითი წავიდეთ იმას ვფიქრობთ. ეს თურქეთ-საქართველოს საზღვარია, სარფის საბაჟო თურქეთის მხრიდან. მესაზღვრეები თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს მიმართულებით არ ატარებენ. ამის გამო საზღვართან რიგებია. მებაჟეები პასპორტებს საგულდაგულოდ ამოწმებენ და მხოლოდ რამდენიმე მოქალაქეს აძლევენ საქართველოს მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის უფლებას. თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა მას შემდეგ შეეზღუდათ, რაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს. არა, ყველას უშვებენ, არაფერი არ აქვს. უშვებენ, მაგრამ ძალიან კონტროლის ქვეშ არის თურქეთის მოქალაქე. ანუ გადმოვიდნენ. უბრალოდ კონტროლია გადიო. ძალიან ანელება. კონტროლს შეკავება არა. ვიზაზე პოლიტიკრაცია მოხდა თქვენი ციკ და არის რომ გამოიქცევიანი თეთრი დამნაშავეები ამას აკონტროლებს. სარფის საბაჟოზე მკვეთრად შემცირებულმა მოძრაობამ პრობლემები შეუქმნა ადგილობრივებს. ანალოგიური ვითარებაა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. აი რაც იგი დაიწყო დაძაბილობა, იმის შემდეგ უკვე ასეა. თურქია აღარ გადმოდის, ქართველი და იგი სხვაელები გამოდიან და ძირითადად. საერთოდ აღარ გადმოდიან. თურქი მე არ ამინახავ, ტრაილერები და რაღაცა გადმოდიან, მაგრამ ავტობუსები და ეგეთეთი არ აგვინახავს. არ გამოდიან. შეწყდა, მაგრამ ნაკლებობა და უკვე შეწყობა რომ სიმცირეა. არ გადმოდის მაგიტო რა ხომ დავისწრაფე. უბრალოდ ჩავარნაგ. არც კაზინოსაც აქვს, სასტუმროსაც აქვს და ვალუტასაც. ყველანაირი ის. რაც თურქებს შეეხებან, მაგის გამო ჩავარნებია ყველგან. შექმნილ ვითარებაზე თურქეთის საკონსულოში კომენტარი დღეს არ გაკეთდა. ამასთან ოფიციალურად არაა ცნობილი თურქეთის მხრიდან, რა დრომდე იქნება საზღვრის გადმოკვეთა გართულებული.